მოგესალმებით მეგობრებო, ცოტა ხნის წინ მარველის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მათ აგრეთვე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, რომელსაც ვიხილავთ 2026 წლის მაისში. ეს არის შურისმაძიებლები Doomsday. მარველმა YouTube სტრიმინგის მეშვეობით, რომელიც 5 საათნახევრის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა, გამოავლინა იმ მსახიობების სახელები, რომლებიც ოფიციალურად გამოჩნდებიან Doomsday-ის ფილმში. ჯერჯერობით 27-მდე მსახიობის სახელი გახდა ცნობილი, რომელთაც ეკრანზე ამოვანათებ, თუმცა თუ ვინმეს არ გინახავთ ეს სია, შეგიძლიათ გადახედოთ და თავად დარწმუნდეთ, რომ წინ ძალიან სერიოზული ფილმი გველოდება. და ჩემი აზრით, უსასრულობის ომზე და Endgame-ზე არანაკლები ნამუშევარი უნდა მივიღოთ. ხო, ვიხილეთ უამრავი დავიწყებული გმირის დაბრუნება ეკრანებზე, თუმცა ამ ვიდეოში სათითაოდ არ განვიხილავ, ვინ დაბრუნდა და როგორ დაბრუნდებიან ისინი მარველის სამყაროში. მარველის ამ სიახლემ გადამაწყვეტინა და მომანდომა, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრებულიყავი, თუ როგორ მოხვდა რობერტ დაუნი ჯუნიორი რკინის კაცის საკულტო როლიდან Doomsday-ის როლამდე, რომელსაც ეკრანებზე მომავალ წელს ვიხილავთ. ამის შემდგომ გადავწყვიტე ინტერნეტში მომეძებნა, თუ რა ინფორმაციას ფლობს პოპ კულტურის ფანების უდიდესი ბაზა ამ ყველაფრის შესახებ. ბევრი ვეძებე თუ ცოტა წავაწყდი ვიდეოს, რომელმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა თავისი შინაარსით და სიგიჟით. ამიტომაც კარგად მოგალავდით, მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწყოთ. ამ ვიდეოში შევეცდები დავამტკიცო, რომ ტონი სტარკი არასოდეს ყოფილა ტონი სტარკი და ის მთელი ამ წლების განმავლობაში ვიქტორ ვან დუმი იყო. პირველ რიგში ვისაუბროთ, თუ რატომ უნდა უნდოდეს მარველს, რომ Endgame-ის კულმინაციური დასასრულის შემდგომ დააბრუნოს გმირულად დაღუპული რობერტ დაუნი ჯუნიორი და შეასრულებინოს მას ვიქტორ ვან დუმის როლი. გარდა იმ მიზეზისა, რომ ეს ფაქტი მათ შემოსავალს მილიონობით დოლარით გაუზრდის, ამის მიუხედავად მე მჯერა, რომ ეს ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა, რატომაც მარველმა უშუალოდ რობერტი დაიქირავა და დაარწმუნა, რომ ამ როლით მარველის სამყაროში დაბრუნებულიყო. ვინც მარველს დიდი ხნის განმავლობაში თვალს ადევნებთ, შეამჩნევდით, რომ მას აქვთ ასეთი ტენდენცია, რომელსაც ეწოდება მეტა. სიტყვა მეტა მრავალი გაგებით შეიძლება გამოვიყენოთ, თუმცა ამ შემთხვევაში მას აქვს შემდეგი დანიშნულება. მეტა მარველისთვის ნიშნავს კინემატოგრაფიული სამყაროს შენების დროს, ფანების და თავად მსახიობების ინტერესების გათვალისწინებას და მათი სურვილების თუ ოცნებების ასრულებას. ამის მრავალი მაგალითი ვიხილეთ უკვე ეკრანებზე. მაგალითად, 3 ადამიანიობობას გამოჩენა Spider-Man-ის მესამე სოლო ფილმში, რომელმაც პირდაპირ მნიშვნელობით ფანებს აუხდინა წლების ოცნება და ენდრიუ გარფილდი, ტომ ჰოლანდი, ტობი მაგუაიერთან ერთად კინოთეატრებზე გვიჩვენა. აგრეთვე ამის მაგალითია სამურავის დაბრუნება დედპულის ფილმში და მისი კლასიკური კოსტუმის წარდგენა. კაპიტანი ამერიკას მიერ მილნირის აწევა და ასე შემდეგ. თუმცა მარველი ფანების გარდა მსახიობების სურვილებსაც ასრულებს. ამის მაგალითად კი შეგვიძლია მოვიყვანოთ ჩანინგ ტატუმის დაბრუნება გამბიტის როლში. ჩანინგ ტატუმს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უნდოდა მარველთან თანამშრომლობა უშუალოდ გამბიტის როლით. მას უნდოდა რომ ეკრანზე გაეცოცხლებინა ეს პერსონაჟი და ასეც მოხდა. დედპულის და სამურავის პროექტში ჩვენ მიხილეთ ძალიან დასამახსოვრებელი და კარგად შემდგარი კლასიკური გამბიტის პერსონაჟი კლასიკური კოსტუმით. ასევე იყო საუბარი ტომ კრუზის წარდგენაზე, როგორც რკინის კაცი, ხუაკინ ფენიქსი, როგორც დოქტორი სტრეინჯი და ნუ ასე შემდეგ. მე მგონი მიხვდით დაახლოებით მაინც რაზე ვსაუბრობ. ამ ყველაფერს კი მივყავართ ერთ ფაქტამდე. იცოდით, რომ რობერტ დაუნი ჯუნიორი ჯერ კიდევ 2008 წლის რკინის კაცის ფილმამდე 2005-2006 წლებში მოიაზრებოდა დოქტორი დუმის როლზე ფანტასტიკური ოთხეულის ფილმში. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, შეთანხმება ვერ შედგა და დოქტორი დუმის როლი სხვა მსახიობმა მიიღო. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც რკინის კაცის გამოსვლიდან 15 წლის აღსანიშნავ დღეს ჩაწერეს,
ჰეპი ჰოგანის მსახიობმა ჯონ ფორვეუმ ახსენა, რომ 2008 წელს, როდესაც რობერტ დაუნი ჯუნიორი მარველში მოვიდა, ის უკვე იცნობდა თითქმის მარველის მთლიან სტაფს და ჰქონდა მათთან მეგობრული დამოკიდებულება. ამის მიზეზი კი სწორედ ის გახლდათ, რომ მას მარველთან მოლაპარაკებები რამდენიმე წლით ადრე უკვე ჰქონდა. კარგი, ამ თემას ცოტა ხანში დავუბრუნდებით და არ დაივიწყოთ. ძმებმა რუსუებმა გადაწყვიტეს, რომ Endgame იქნებოდა მათი ბოლო პროექტი, რომელთაც შექმნიდნენ მარველის სამყაროსთვის და ასეც მოხდა. 6 წლის განმავლობაში Endgame-ის ფილმიდან დღემდე მათ მარველთან აღარ უმუშავიათ. იყო რამდენიმე მცდელობა მათი დაბრუნების, კევინ ფაიგის მხრიდან, ფაიგის უნდოდა რომ დოქტორი დუმის ფილმის რეჟისორები სწორედ ენტონი და ჯო რუსუები ყოფილიყვნენ, თუმცა ისინი უარს ამბობდნენ პროექტში მონაწილეობაზე, რადგან მათი აზრით ჯერ არ იყო შექმნილი ისეთი სცენარი, რომელიც დოქტორი დუმის პერსონაჟს შეესაბამებოდა და ღირდა მისი გაცოცხლება ეკრანზე. ბევრი მცდელობის მიუხედავად, რომელსაც კევინ ფაიგი და თავად რობერტ დაუნიც არაკლებდნენ, მათ რუსუების დარწმუნება ვერ მოახერხეს. მაგრამ ერთ დღესაც ზამთრის ჯარისკაცის სამოქალაქო ომის, უსასრულობის ომის და Endgame-ის ერთ-ერთმა სცენარისტმა, სტივენ მაკფილიმ, რუსუებს გაუზიერა იდეა და შთაგონება, რომელმაც აიძულა ძმები დაბრუნებულიყვნენ მარველში და დაეწყო Doomsday-ის ფილმზე მუშაობა. ამის შემდეგ ისინი გამუდმებით საუბრობდნენ და განიხილავდნენ სტივენ მაკფილის შესანიშნავ იდეას, რომელიც გახდა მათი დაბრუნების ერთადერთი მიზეზი. ძმები რუსუების თქმით, ეს სწორედ ის ამბავია, რომელიც იმსახურებს ეკრანზე გაცოცხლებას. მაგრამ რა არის ეს იდეა? რა არის აზრი, რომელმაც ასეთი დიდი მოწონება დაიმსახურა რუსუების თვალში და რა არის მიზეზი, რის გამოც მათ უღირთ რობერტ დაუნის დაბრუნება დოქტორი დუმის როლზე? გამოვრიცხოთ ის ალტერნატივა, რომ როგორც კრის ევანსი დაბრუნდა ჯონი შტორმის როლით მარველში კამეოს სახით, მსგავსად დაბრუნდება ხელახლა დაქასტული რობერტი მარველში. არა, ეს არ არის გენიალური იდეა, რომელიც რუსუებს დაარწმუნებდა. მაშინ რა შეიძლება იყოს ეს? არსებობს გავრცელებული ჭორი, რომ Doomsday-ის ფილმში ჩვენ ვიხილავთ შურისმაძიებლების ბოროტ ვერსიებს. ეს ფაქტი ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, თუმცა ჭორის დონეზე დადის ასეთი ხმებიც. თუმცა მე ეჭვება, რომ მარველმა მიიღოს ტონი სტარკის გაბოროტების გადაწყვეტილება და რობერტ დაუნი წარმოგვიდგინოს როგორც ბოროტი ტონი სტარკი. არა, ესეც აბსურდი და სისულელეა. არანაირი ლოგიკა ამაში არ დევს და რუსუები ამაზე არ დასთანხმდებოდნენ. რუსუებმა გააკეთეს ძალიან საინტერესო განცხადება, რომელსაც კიდევ უფრო ახლოს მივყავართ ჩვენ თეორიამდე. მათ თქვეს, რომ რობერტ დაუნი ჯუნიორი არის ერთადერთი მსახიობი, რომელსაც შეუძლია შეასრულოს დოქტორი დუმის როლი იმ ისტორიაში, რომლის მოყოლასაც ისინი აპირებენ Doomsday-ის ფილმში. აი ახლა ვიწყებთ ნამდვილ თეორიის მოყოლას და მოემზადეთ. მოკლედ, როგორც წყაროები უწყებიან, დოქტორი დუმი Doomsday-ის ფილმში თავის მოქმედებებს გაამართლებს იმ ფაქტით, რომ მას ენდომება სასტიკი შურისძიება ჯონათან მეიჯორის პერსონაჟზე, რომელიც ლოკის სერიალში ვიხილეთ და რომელსაც ვიცნობთ სახელით ის, რომელიც დარჩება, ანუ He Who Remains. ამის მიზეზი კი გახდა ის, რომ ამ პერსონაჟმა გადატანითი მნიშვნელობით დაადუმა, ანუ გაანადგურა დოქტორ დუმის სამყარო. როგორც ვიცით, ლოკის სერიალში გამოჩენილმა მან, რომელიც დარჩებამ, ხელოვნურად შექმნა 616-ის დროის ხაზი და მან გაანადგურა ყველა სხვა სამყარო. სწორედ ეს ფაქტი გახდება დოქტორი დუმის მოტივაციის ნაწილი მასზე შურისსაძიებლად. ამასთან ერთად ნათქვამია, რომ დოქტორი დუმი მოდის მარველის რეალური სამყაროდან. მარველის სამყაროს იმ ვერსიამდე, სანამ მულტივერსის ომი დაიწყებოდა და სანამ ის, რომელიც დარჩება, შექმნიდა წმინდა დროის ხაზს და გამოიყენებდა TVA-ის ამისთვის. არსებობდა მოსაზრება, რომ დოქტორი დუმი იქნებოდა ტონი სტარკის ერთ-ერთი ვარიანტი, მაგრამ ამ თეორიით მე გეუბნებით, რომ რკინის კაცი, რომელსაც ჩვენ მთელი უსასრულობის საკის განმავლობაში ვადევნებდით თვალს, სინამდვილეში იყო არა ტონი სტარკი, არამედ ვიქტორ ვან დუმის ვარიანტი. დიახ, ეს სწორედ ის დოქტორ დუმია, რომელმაც იომა საიდუმლო ომებში კანგის და მისი არმიის წინააღმდეგ დამარცხდა, რის შემდეგაც კანგმა გამოიყენა ელიოთის ძალა იმისათვის, რომ გაენადგურებინა ყველა სხვა სამყარო, მათ შორის დოქტორი დუმის სამყარო და შეექმნა ერთი ნამდვილი დროის ხაზი, რომელსაც მარველში წმინდა დროის ხაზს უწოდებენ. ხოლო ამ წმინდა დროის ხაზის სამყაროში მან, რომელიც დარჩება, პერსონაჟმა უზრუნველყო ვიქტორ ვან დუმი ეშვილად სტარკებს და ის ამ სამყაროში ყოფილიყო არა ბოროტი დამპყრობელი და გამანადგურებელი, არამედ ტონი სტარკი, რომელიც სიცოცხლეს გმირული მოქმედებით დაასრულებს. შესაძლებელია, რომ სტარკებს დაეღუპათ შვილი, ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში და მათ გადაწყვიტეს ეშვილად ბავშვი, რომელსაც დაარქმევდნენ ტონის, მისცემდნენ გვარს და არაფერს ეტყოდნენ შვილად აყვანის შესახებ.
სწორედ ეს ფაქტი აიძულებს დოქტორ დუმს რომ წავიდეს და იპოვნოს შურის მაძიებლების ბოროტი ვერსიები და ამით ერთგვარად შური იძიოს He Who Remains პერსონაჟზე და მოქმედებებზე, რომელმაც იგი გმირად აქცია წმინდა დროის ხაზში. კარგი, ახლა დავუბრუნდეთ ცოტა უკან. მე უკვე გითხარით, რომ Marvel-ს ძალიან უყვარს მეტას მიმდინარეობის განხორციელება. ალბათ გახსოვთ მეტა რასაც ნიშნავს. ჯერ კიდევ 2008 წელს Marvel-მა თავისი სამყარო რკინის კაცის ფილმით დაიწყო. ეს იმიტომ მოხდა, რომ 90-იან წლებში კომპანია გაჭირვების უკიდურეს ზღვარზე იყო. ფაქტობრივად კოტრდებოდა. ამიტომაც მათ გადაწყვიტეს სხვადასხვა პერსონაჟებზე საავტორო უფლებები მიეყიდათ სხვადასხვა კომპანიებისთვის, მათ შორის იყვნენ Sony და Fox-ი. სწორედ ამიტომ იყო, რომ ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვიყურებდით ერთ სრულ სამყაროს, რომელიც სამად იყო გაყოფილი. ანუ ცალკე იყო Sony-ს ფილმები, მაგალითად Venom-ი და Spider-Man-ი, ცალკე იყო Fox-ის ფილმები, მაგალითად X-ადამიანების სამყარო, რომლებიც სულ ახლახანს გახდნენ Marvel-ის ნაწილი. რადგან ახლა, როდესაც Marvel-ი თავისი სიმდიდრის პიკშია, იბრუნებს იმ გაყიდული პერსონაჟების საავტორო უფლებებს, რომლებიც 90-იანებში გაჭირვების გამო დაარიგა. ამიტომაც, როგორც თავად კევინ ფაიგი გვიანონსებს, Marvel-ის სამყაროს სრულ რებუთამდე, ანუ გადატვირთვამდე, სულაც არ არის ბევრი დრო დარჩენილი და ჩემი პირადი აზრით, ეს საიდუმლო ომების ფილმის შემდგომ მოხდება. ამ ფილმის შემდეგ კი ჩვენ უნდა ვიხილოთ ის სამყარო, ის Marvel-ის სამყარო, რომელიც წესით უნდა გვენახა, რომ არა Marvel-ის გადაწყვეტილება გადაეცა სხვებისთვის პერსონაჟების საავტორო უფლებები. ეს თავად კევინ ფაიგის ოცნებაა, რომ ნახოს სამყარო, სადაც ყველა პერსონაჟი ერთად არსებობს და ერთიანად იბრძვის. თუ არ გჯერათ, თავად ნახეთ რკინის კაცის წაშლილი კრედიტ სცენა, რომელიც კევინ ფაიგიმ რამდენიმე წლის წინ გამოაქვეყნა. As if gamma accidents, radioactive bug bites and assorted mutants weren't enough. I have to deal with a spoiled brat who doesn't play well with others and wants to keep all his toys to himself. ამ სცენაში ფიური ახსენებს მუტანტების გენებით არსებულ ადამიანებს და რადიოაქტიურ ობობას ნაკბენს, რაც ალბათ უკვე ხვდებით რისი რეფერენსიც არის. ეს კევინ ფაიგის ოცნება იყო შეექმნა სრული და უნაკლო კინემატოგრაფიული სამყარო. Doomsday-ის ფილმით კი ამ ყველაფერს ახსნიან შემდეგნაირად. არსებობდა სამყარო, სადაც ყველა გმირი ერთად იყო თავმოყრილი, ამის შემდგომ უძლიერესმა არსებამ, რომელიც მუდმივად რჩება, დაყოვეს სამყარო რამდენიმე ნაწილად და შექმნა წმინდა დროის ხაზი, რომელშიც არ იყვნენ არც ადამიანიობობა და არც X-ადამიანები, მასთან ერთად სხვა პერსონაჟებიც. სწორედ ეს იქნება დოქტორი დუმის შურისძიების ერთ-ერთი მოტივი შურის მაძიებლების მომდევნო ფილმში. მაგრამ რაც შეეხება ტონი სტარკის პერსონაჟს, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს და რომელმაც გმირულად გაწირა თავის სამყაროს გადასარჩენად, ნუ თუ ეს პერსონაჟი არაფერია იმის გამო, რომ იგი ვიქტორ ვან დუმის ვარიანტია. არამც და არამც. ფიქრობ ეს თეორია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ანტიგმირის და ბოროტმოქმედის ვარიანტიც კი შეიძლება მოევლინოს სამყაროს გმირად, თუ იგი გადაწყვეტს, რომ იყოს სუპერგმირი. მოკლედ მეგობრებო, გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები ამ თეორიასთან დაკავშირებით კომენტარებში, დამიწერეთ რა შეიძლება მოხდეს კიდევ Doomsday-ის ფილმში. დღეისათვის კი მე ამით დაგემშვიდობებით, ჩვენ შევხვდებით მომდევნო ვიდეოში ახალი იდეებით სულ მალე. დროებით.